მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი. ბატონ ბეჟან შველიძე სტუმრობს. მოგესალმებით ბატონო ბეჟან, დიდი მადლობა. და დღევანდელ გამოშვებაში ჩვენ არ ვისაუბრებთ ბატონ ბეჟან შველიძის შემოქმედებაზე, რამე თუ მის შემოქმედებაზე მრავალგზის თქმულა. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ბატონი ბეჟანისა და მისი მეგობრების, მისი პედაგოგების და მისი თანაკურსელების შესახებ. Duda Gamaşvili masrafları da yani perderas masrafları var. Perderas veriyor var. İmaz arası zarur ki aset muhakkete bize muhakkete. Eski yerlere bakıyor. Peri, soğanayır peri. Ama hiç zaman Roman zan bodişamız da zan arifiyince o kadar başı ხელოსნობის ამბავი ვარისო და იმასთან მეც ამბობდა. მე ადვილად ვიგებდი მისი გამონათქვამს. თავარი იყო წამყვანება და თემატიკა, რომ სოფლის ცხოვრებას ხატავდა და ისიც იმას ხატავდა. და მიტომაც არჩია მე მაჩუქებოდი სიმინირჩევა. მე ნალიები და არ ყვაიმან და ნალიები გაშევა. უსაუბრ კომპოზიცია სოთაშერის. სტუდენტობა რომ გაიხსენოთ? ვინა? სტუდენტობა. ან ნიკოლაძეში სწავლის პერიოდი? ნიკოლაძეში ხო. რა განსხვავებაა მაშინდელ ბეჟანშველიძესა და დღევანდელ ბეჟანშველიძეს შორის? მიღიმება წარსულზე. და ჩემთვის ვადანაშაულებ რომ რატომ არ ვიყავ ისე ჩართული როგორც ახლა ვარ. მაშინ სულ სხვანაირად წავიდა საქმე. ან კარგად ან ისე. ტექნიკოში დიდი სამეცნიერო პედაგოგი დავით გურუშაძე. დიდი ვაშკაცი კაცი იყო და ძალიან სუფთა გულის კაცი. პატიოსანი, თავმდაბალი. ხო და ოსტატი რა რო დაიწყო ჩემი ნახატის გასვენება პირი დავაღაზრდა რა ახლა და შერბილოვი რუსი კაცი იყო მაგრამ გაქართველებული და ის არის კარგი მხატვარი ის მხატვარში ოსტატი უნდა ჭარბობდეს თუ შემოქმედი? შემოქმედი 100%-იანია ხო, იმას გივიხსენებ. მაგალითად ამასადა. სულ ფიროსმანი დაიწყო ლაბორატორი კათედრაზე და ხო და დაიბოღა ზოგიერთი. როგორ მე ამხარა სახელი მაქვს და აკადემიკოსი ვარ და ეს ვარ და ახლა სტაჟი მაქვს და იზახიან ფიროსმანს არის. ერთმანეთს შესულელებს გვაიზეს რომ მაგას დანევიჩები დახადულია ნახევარია. ხო და ასრო ლაბორატორია და კომპლეტი არის და თქვა. Это большой художник, русский лаборатория. Я ремесленник. Абиза иса моментно დღემდე ჩამჩამ ეხსენებაში. პრანჯაკაცი და ის არის არც გამოგონილი ის ხო და მაგრამ იმან იცოდა ჩვენ რა შაბეჭდილება ქონდა იმაზე და ხაზი გოუსვა რომ არ არის თავარი ამ სიტყვა მოიტანა თავარი არის შილი რაღაც იმას რომ ხო იმას ის შენადრო და ზაზიაჟის და იმას ფიროსმანი როგორ ხატავდა ისი უნდა და მასალა დაახატა, იმასაც დაახატა, ეს აღარ იქნებოდა ფიროსმანი. ქობულაძე ახსენეთ, ბატონო ბეჟან. ხო, ეგ არის შემოქმედი მხატვარი. ვეფრიზაოსანი, ქობულაძე იმასნა, არც როგორ იმაზე თუ ლეონარდოზე რეალიზმის არის, მაგრამ არც არის რეალიზმი. ესე როგორც შოთანს აქვს ბევრი რამე იქ გამოგონილი, ისი არის რაღაც გამოგონილი ტიპი, ქართველის არის ტიპი და სხვანაირი, მაგრამ სხვა
სხვა მადლი აქვს და სხვა ელფერი აქვს. ბატონო ბეჟან, გამოშვების ამ ნაწილში თქვენ პედაგოგებზე ისაუბრეთ. საინტერესოა, როგორია ბეჟან შველიძე, მამა და პედაგოგი, თუმცა ამის თაობაზე უმჯობესია თავად ქალბატონ ლია შველიძეს დავეკითხოთ. ძალიან საინტერესო კითხვა და ხშირად მიფიქრე ამაზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მეც მყავს შვილები და როცა საჭიროა რომ ვასწავლო, არ იღებენ ხოლმე სწავლებას და მეც ესე ვიყავი სხვათა შორის. რასაც მამა მეუბნებოდა, აბიტურიენტობის პერიოდში, ვცდილობდი რომ იმის საპირისპირო გამეკეთებინა. ეს არის ახალგაზრდის დამახასიათებელი თვისება. და ერთხელ მითხრა რომ მეო გეუნები იმიტომ გასწავლი რომ მოკლე გზით მიხვიდე იმ შედეგამდეო, თორე ბოლო-ბოლო კი მიხვალო იმ შედეგამდე, ოღონდ ბევრი წვალების მერეო. რაც მთავარია, მამამ შემაყვარა მხატვრობა და ის გამაგებინა ის მოთმინების უნარი, რაც მხატვარს უნდა ქონდეს, რომ თავის საბოლოო შედეგამდე მივიდეს, რომელიც არასდროს არ მთავრდება, სულ გადაიწევს და გადაიწევს დროში და მიზნებში. ეხლა გაქვთ ხოლმე საუბრები? კი, როგორ არა, ეხლაც მაქვს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს ეხლა. კი, ძალიან უყვარს, როცა ვსჯელობთ მაგის ნამუშევრებზე ერთად სამივენი. და ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ მამას თქვენს ძმას რაღაც უთქვამს და თქვენ გადაგიკეთებიათ ნამუშევარი? კი, ყოფილა. მამას ნათქვამზე გადამიკეთებია, კი. მე საერთოდ არა ვარ ისეთი. ეხლა უკვე ასაკში აღარა ვარ ისეთი ჯინიანი და პრინციპული მხატვრობასთან დაკავშირებით. მირჩევნია შედეგი იყოს ის, რაც მე მინდა და თვითონ პროცესი ეს. შეიძლება სხვა მხატვრებისგანაც ვისესხო რაღაცა, რომელიც მე ნამუშევარს არ შეეტყობა, ხო? თქვენეული თუ შეგიტანეთ მამისა და ძმის შემოქმედება? არა, ესე მე არ ვიცი მათ გაითვალისწინეს თუ არა, მაგრამ მსჯელობის ფორმაში კი ყოფილა, ფორმატში ყოფილა ეს, რომ აი რაღაცები გვითქვავს ერთმანეთისთვის. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა ერთმანეს ადვილად გაუგონ? ხო, რაც კიდევ ერთი რამ, რაც მამამ მასწავლა, ეს იყო, რომ არ მიბაძო არავის. აი ეს არის ყველაზე მთავარი. არ მიბაძო არავის და გამოვა ის, რაც ხარ შენ და ეს იქნება ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ შენ რაც უნდა დახატო, ის არის შენი დასახატი. სხვა იმას ვერ გააკეთებს და ვერჩენ ვერ გააკეთებ იმას, რაც სხვას უნდა გაეკეთებია. ამით არის საინტერესო ერთი მხატვარი.